ქვეყანაში უკვე მერამდენედ ხდება ენერგეტიკული კოლაფსი, მთელი საქართველო გაითიშა და ამაზე პასუხად გვეუბნებიან, რომ თურმე რაღაცა სატესტო ვერსიები ჰქონიათ ახლა და ადამიანები მეტროს სადგურებში იყვნენ გაჩერებულები და გვირაბებში მოუწიათ მათ სიარული. ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთი ხარვეზი აქვს ჩვენს ელექტროსისტემას, რომელსაც ვერანაირი დაზღვევის მექანიზმით ვერ პასუხობენ, არ არის არანაირი დივერსიფიკაცია, რომ ერთი ხაზი თუ გადამცემი ხაზი თუ გაფუჭდება, შემდეგ ამის დამზღვევი მექანიზმი არსებობდეს სხვა ქსელების მეშვეობით. ამავდროულად ყველა მომწოდებელი დისტრიბუტორი, ქსელის მართვაზე პასუხისმგებელი და მომხმარებლებამდე მიმტანი კომპანიები ისე არის არეული ერთმანეთში, რომ ყველა ერთმანეთისკენ თითს იშვერს და ბოლოს თან არავინაა დამნაშავე და ამავდროულად ყველა ცოტა ხნის წინ ზარდიაშვილი შესწირეს ამ ამბავს, რომ თითქოს ის იყო ამ ყველაფერში დამნაშავე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სისტემა არის მოწყვლადი, იმიტომ რომ ის არ ემსახურება ქვეყნის სტრატეგიულ საჭიროებებს, ემსახურება კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს და როგორც ყველა სისტემა, რასაც ივანიშვილის კორუფციული ინტერესები შეეხო, ეს სისტემაც არის მოწყვლადი და კიდევ არ ვიცით ჩვენ თუ რა საფრთხეების წინაშე შეიძლება იდგეს საქართველოს ელექტროსისტემა და როდის შეიძლება დაბნელდეს ეს ქვეყანა მორიგ ჯერზე.